სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულიწმინდისაითა ჩვენთან არის ღმერთი. ჩვენ არაფერი არ დაგვაკლო უფალმა იმისთვის რომ ესე იგი მარადიული ცხოვრება დავიმკვიდროთ. დღევანდელი წაკითხული სახარება მთავრდება ესეთი სიტყვებით. მრავალნიცა სხვანიცა სასწაულიქნა იესო წინაშე მოწაფეთათვის და რომელი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას. ხოლო ესე დაიწერა რაითა გრწმენეს, რამოთ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა და რაითა გრწმენეს და ცხოვრებაი გახუნდეს სახელითა მისით. ცხოვრებაი გახუნდეს, ესე იგი იმისათვის რომ ცხოვრებაი გახუნდეს, ანუ ცხონება დავიმკვიდროთ, ყველაფერი დაიწერა, რაც აუცილებელი და საჭირო არის ამისთვის და რათა ჩვენ ვირწმუნოთ, რამე თუ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა. აი ეს იყო პირველი მრწამსი ეს არის, თუ შეიძლება ესე ითქვას. ვისაც აი გუშინ წავიკითხეთ 60 ხულო ყოველმან რომელმან აღიაროს იესო ქრისტე ხორციელად მოსული იგი ღმრთისაგან არის. და ეს სახელი იესო ქრისტე ძე ღვთისა ამას ყველაფერს შინაარსი აქვს ისი თქვენ მოგესწენებათ და ჩვენი მონდომება უნდა იყოს სწორედ იმ მხრივ რომ გავიგოთ, შევიცნოთ იესო ქრისტე ძე ღვთისა ჩვენთვის, ჩვენი ცოდვებისათვის ჯვარცმული, მომკვდარი და აღდგომილი და დღევანდელი სახარებას, დღევანდელი თხრობაც ერთ-ერთი არის, რომელიც განსაკუთრებულად წარმოაჩენს უფლის სიყვარულს ჩვენზე, განსაკუთრებულად მოგვითხრობს, წარმოიდგინეთ თქვენ რომ როდესაც უფალი აღდგა მკვდრეთით, პირველი ამას ჩვენ ხშირად აღნიშნავთ და ხაზს უსვამთ, რომ გამოეცხადა მოციქულებს, რომლებიც წერია რომ დახშულ კარში იყვნენ შიშისათვის 5,000-ა, ესე იგი შეშინებულები ჰურიებისგან ჩაკეტილი არიან, მაცხოვარი შედის მათთან დახშულ კარში და სამგზის უმეორებს შვიდობა თქვენთან. და პირველი მადლი, ქარიზმა, რომელიც უფალმა მისცა მოციქულებს და მოციქულების მიერ მათ მოწაფეებს და ეპისკოპოსს და შემდეგ მღვდელს, ეს არის შეკვრვისა და გახსნის ხელმწიფება. აი, რაც შეუძლია ერთ უბრალო მღვდელს, არ შეუძლია არც ერთ ამა ქვეყნის ძლიერთ, ამა ქვეყნის, რაცა უნდა თანამდებობის პირი იყოს, რაცა უნდა მაღალი ადგილი ეჭიროს საზოგადოებაში, არავის არ შეუძლია. პირველ რიგში და რაც შეუძლია დაუშვათ ამა ქვეყნის ძლიერთ, ხო, იმდენად აუცილებელი არ არის ადამიანის გადარჩენისთვის და ცხოვრებისთვის, ანუ ცხონებისთვის, როგორც სახარებაში წერია, რაც შეუძლიათ ამა ქვეყნის ძლიერთ, იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენად შენდობა მიიღოს ადამიანმა. გულისხმობთ მარადისობაში გადარჩენას. ამა ქვეყნის ძლიერთ შეუძლიათ, რომ მატერიალურად დაეხმარონ ადამიანს, ფული მისცენ, სახლი მისცენ, დაუშვათ და სხვა რამ, ხო? ექიმთან წაიყვანონ, სხვადასხვა დაუშვათ აი პროფესორთან მიიყვანონ, ოპერაცია გაუკეთონ ასე შემდეგ. მაგრამ ხანდახან არის ხოლმე რომ ეს ოპერაციას არ შველის. ხანდახან არის ხოლმე შველის ეს ოპერაცია, გადარჩა ეს ადამიანი, მაგრამ ხო მოკვდება მაინც. და მარადისობაში ხო მოხდება მაინც. და შენდობილი თუ არ არის ადამიანი, ხო წარწმდება იქა. ხო მძიმე ადგილებია თქვენ მოგეხსენებათ იქა და ასე რომ ესე იგი უფლის მოწყალება განსაკუთრებულად ჩანს დღევანდელ წაკითხულ სახარებაში და დღეს თქვენ იცით რომ თომა მოციქულის სენება არის დიდად დაშვრა თომა მოციქული, დიდად საყვარელი მოწაფე იყო უფლის. გადაგებდა პალესტინაში, ინდოეთში, მესოპოტამიაში და მოწამეობრივად აღესულა ბოლოს და დღეს სახარებაში ვკითხულობ ჩვენ რომ ესე იგი როდესაც უფალი მოვიდა და ეს მადლი მისცა
მოციქულებს თომ არ იყო იქ. და რომ მოვიდა და უთხრეს, ну რა თქმა უნდა მოუთხრეს, როგორ მოვიდა მათთან უფალი, როგორ გამოეცხადა, როგორ შემოვიდა დახშულ კარში და მან თქვა ესეთი სიტყვები. სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ, ჩემი ხელით არ შევეხები მის წყლულებს და გვერდზე, განგვერილ გვერდს ჩემი ხელით არ შევეხები და მის სადაც სამშვალი დამშვალეს არ ვნახავ ამ ყველაფერს, მანამ არ ვირწმუნებ. და 8 დღის შემდგომ უფალი ისევ მოდის, ეცხადება მათ და სწორედ იმ სიტყვებს უმეორებს თომა მოციქულს, მოდიო, მოხვენ თითნი შენი, მოკავ ხელი შენი და შეეხე გვერდსა ჩემსა და ნუ იქნები ურწმუნო. ასეთ სიტყვებს ეუბნება უფალი. მერე თომა მოციქულმა აღიარა უფლის ძალიან დიდი დოგმატური სწავლება დაგვიდო თომა მოციქულმა, როდესაც ეკლესიაში რაღაცა სარწმუნოებრივ საკითხებზე პოლემიკა მიდიოდა, მაშინ რა თქმა უნდა წმინდა მამები ყოველთვის სახარებაში ეძებდნენ არგუმენტს, იმიტომ რომ ყველაზე მტკიცე არგუმენტი რა თქმა უნდა სახარებაშია და როდესაც თომა მოციქულმა თქვა ესეთ სიტყვები, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. აი ამით მან, ესე იგი, დაადო დოგმატი ქრისტეს ორი ბუნებისა, მისი ღვთაებრივი და მისი კაცობრივი. და შემდგომად აი ეს დოგმატი, ესე რომ ვთქვათ, დაიდო ეკლესიაში და ძალიან დიდი შეხლა შემოხლები იყო ამ დოგმატთან დაკავშირებით და აგერ თქვენ იცით რომ სომხეთის ეკლესია მთლიანად გადასული არის, არ აღიარებს ქრისტეს ორ ბუნებას, ანუ ჩამოშორდა ეკლესიას. არ არის 2 და 3 ეკლესია, არ შეიძლება იყოს ეკლესია ერთია. ჩამოშორდა ის ეკლესიას. და ბოლო სიტყვები დღევანდელი სახარების ესეთი არის, რომ ესე იგი თომა მოციქულს ეუბნება, რომ თომა შენ მიხილე და გწამს. არამედ ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენ. ეს ეხება ყველა დროის ქრისტიანებს, ჩვენ ამაზე ადრეს გვითქვია, რომ საოცარია, ესე იგი, თომა მოციქულმა ხომ აღიარა უფალი, ხომ დაიდასტურა თავის თავშიც და ჩვენც, ხო? მაგრამ იმას კი არ ეუბნება უფალი, შენ ნეტარი ხარ თომაო, კი არ ეუბნება. თომა, შენ მიხილე და გწამს, აი ესეთ სიტყვებს ეუბნება. არამედ ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენ, ესე იგი ნეტარი ჩვენ გვიწოდა. იმიტომ რომ თომა მოციქული სხვანაირად მოუხდა უფალს და მას, ესე იგი, ხორციელი რაღაც არგუმენტები ჭირდებოდა, მისი გონება ესეთი იყო, რომ რაღაც და უნდა დაემტკიცებია თავის თავში, მაგრამ ჩვენ ვისაც არ გვიხილავს უფალი, მაგრამ გვიხილავს, როგორ არ გვიხილავს, აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, ხომ? ვინც აი ამ სარწმუნოებით ვართ, სწორედ ჩვენ გვიწოდა ნეტარი უფალმა დღევანდელ სახარებაში და თომა მოციქულის თავის ქალა, იცით თქვენ მოგეხსენებათ, რომ საქართველოში არის. სიონის ეკლესიაში მარცხენა მხარეს წმინდანი ნოჯვარია, რკინის გისოსები რო არის იქ ამბიონთან და მარჯვენა მხარეს არის თომა მოციქულის თავის ქალა. შეგვეციოს მისი ლოცვა, მისი მეოხება. ყველაზე უფრო სარწმუნოება გვიჭირს ჩვენ. სარწმუნოება თუ არის ჩვენში, ხო? მაშინ უკვე აღარ გვიჭირს, მაშინ უკვე სარწმუნოება ისეთი სიმდიდრეა, ისეთი ძალაა, რომ აი სარწმუნოების თერეოდეს მეფეთაო, დაუყვეს პირნი ლომთანიო, იქცეოდეს თხის ტყავებითა და ხალენებითა რო არის აი სარწმუნოების შესახებ, ხო? წმინდა მამათა ხსენებას. თუ კი ადამიანს სარწმუნოება აქვს, ის არის შეჭურვილი იმდენად აი ამ ცხოვრების ბრძოლისთვის, რომ სარწმუნოებით იგი აუცილებლად გაიმარჯვებს იმ საშინელ ბრძოლაში, რომელიც ადამიანზე მიდის ზოგადად. ადამიანი არის ყველაზე დიდი სამიზნე ახლა ბრძოლის. ადრე იყო ხოლმე ერები იყვნენ, დაუშვათ პიროვნებები რაღაცა, მაგრამ დღეს იმდენად გათავხედდა ეშმაკი, რომ მთლიანად ადამიანი იყავს სამიზნეში. ადამიანი უნდა რომ არა ადამიანად აქციოს და თქვენ ხედავთ, რომ ფაქტის სახეზე არის ამის, ხო?
ესე იგი ადამიანი კაცი პატივსაშინა იყო და არა გულისხმა ხო ბაძვი და იგი პირუთხდა უნურთა და მიემსგავსა მათ როდის თქვა ეს დავით მეფსალმუნე. ხო და შეგვეციოს მოციქული თომა იმაში რომ სარწმუნოებით განგვევლოს ჩვენი წუთი სოფელი და ვირწმუნოთ იესო ქრისტე ძეღვთისა ხორციელად მოსული და ვცხონდე ჩვენ მადლითა და წყალობითა და მოწყალებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა რომლისათანა მამასა ჩვენის დიდება სული წმინდით ურთ უგუნითი უგუნისამდე ამინ.